ვთქვათ, მოცემული მაქვს ასეთი განტოლება. Y-ი ტოლი არის x დამატებული 3-ის. და ახლა მე მინდა რომ ეს განტოლება როგორღაც წარმოვადგინო გრაფიკული სახით. ანუ ამის გრაფიკი გავაკეთო. როგორ უნდა მოვიქცე ამისთვის? ნუ, პირველ რიგში დავხაზავ რიცხვით კი არა და საკოორდინატო სიბრტყეს, უბრალოდ მომზადებული მაქვს უკვე. და შემდეგ ესეთ რამეს დავუკვირდები, რომ როცა x-ი არის 0, y-ი უდრის 3-ს. ესე იგი გამოდის რომ მე საწყის წერტილად შემიძლია მაგალითად ჩემი გრაფიკის დასახაზად თორე ისე ამ გრაფიკს არ აქვს ესეთი საწყის წერტილი, ავირჩიო როცა y-ი უდრის 3-ს, ანუ 1, 2 და 3, აი ეგ იქნება y. ესე იგი ეს წერტილი არის 0, 3. იმიტომ რომ როცა x-ი 0-ია, y-ი არის 3. ეხლა ესეთ რამეს დავუკვირდები მე, რომ ნებისმიერ მომენტში როცა გადავდივარ 1-ით მარჯვნივ, რა მოსდის y-ს? y-იც გაიზრდება 1-ით, ხო? იმიტომ რომ აქ 0-დან 1-ზე რომ გადავიდე, ანუ x-ი როცა 0 არის, ამის ნაცვლად 1 რომ გახდეს, y-ი გახდება 4. ესე იგი თითოთი იზრდება ორივე. x-ი რომ 2-ით გაიზარდოს და 0-დან 2-ზე გადავიდე x-ში, და მაშინ y რა იქნება? y იქნება 5. ანუ ყოველ ჯერზე როცა 1-ით უზრდი x, 1-ით უზრდი y-ს. ამიტომ გამოდის რომ გრაფიკი იქნება დაახლოებით ასეთი. ნუ ახლა ზუსტად არ გამომივიდა, თავისთავად ცხადია, მაგრამ დაახლოებით ასეთი იქნება ორივე მხარეს გაგრძელებული წრფი. და ნებისმიერი მომენტი, ნებისმიერი წერტილი თუ მაინტერესებს, აი მაგალითად თუ მაინტერესებს, როცა x-ი უდრის თქვათ 5-ს, აი თქვათ აი x-ი როცა უდრის 5-ს, რისი ტოლია y-ი. ვნახავ ამ გრაფიკზე და წესით დარიგით უნდა მივიღო, რომ უნდა იყოს 8-ის ტოლი. ვნახოთ 1 2 3 4 5, უბრალოდ 1 2 3 4 5 6 7 8. აი აქ, აი ეს წერტილია 8 და წესით დარიგით ზუსტად უნდა იყოს გრაფიკზეც ამათ შესაფერის წერტილი. აი აქ. ესე იგი, თუ დავუკვირდები, აი ეს გრაფიკი მე სიამდვილეში მიჩვენებს ყველა შესაძლო ამონახსნს აი ამ განტოლების. ანუ ნებისმიერი წერტილი, რომელიც ამ გრაფიკზე ზის, არის აი ამ განტოლების ამონახსნი. მთელი იდეა ამ გრაფიკის სწორედ ეგაა. ეხლა ვთქვათ მაქვს მეორე გრაფიკი. ვთქვათ მაქვს გრაფიკი y უდრის -x დამატებული 3. ნუ ეხლა რა ვშვები? პირველ რიგში ისე მოდი ანალოგიურად დავიწყოთ აგება. მოდი ვთქვათ რომ რადგან ესეთი დამოკიდებულება მაქვს, როცა x-ი არის 0, y-ი ისევ გამოდის 3. ანუ y-ი აი ამ წერტილშია ისევ. ეხლა, როცა x-ი 0 არ არის, რა ხდება? ერთადერთი განსხვავება რაც გვაქვს არის ის, რომ ნიშანი არის უარყოფითი. 1-ით როცა იზრდება x-ი, ამ შემთხვევაში y-ი მცირდება 1-ით. როცა 2-ით იზრდება x-ი, y-ი მცირდება 2-ით და ასე შემდეგ. ნუ ფორმულიდან ჩანს. ამიტომ ამ გრაფიკის დახაზვა გამოგვივა ასე პირიქით აი ესე იქნება მომართული რაღაცნაირად. ეხლა ზუსტად მოდი საინტერესო ისე ზუსტად რა იქნება, ამიტომ ერთ წერტილს ვიპოვი. როცა y-ი 0-ია, რისი ტოლია x-ი. y როცა 0-ია, მაშინ x-ი, ანუ ეს გრაფიკი უნდა გადაიკვეთოს x ღერძთან და ამაში დამეხმარება სწორედ აი ამაში 0-ის ჩასმა. ესე იგი, როცა y-ი 0-ია რა ხდება? მოდი უცებ დავწეროთ ეგ, როცა y-ი 0-ია, -x + 3 მაქვს, x-ი გამოდის 3. ესე იგი, გამოდის რომ აი აქაც უნდა გადაიკვეთოს ეს ღერძი და ახლა უკვე გამიმარტივდება ამის დახაზვა. აი დაახლოებით ასე გაგრძელდება წრფედ ორივე მხარეს. ასეთი იქნება ამის გრაფიკი. ახლა დავხაზე ორი გრაფიკი. ორი გრაფიკი მაქვს, ერთი არის x + 3-ის და მეორე არის -x + 3-ის გრაფიკი ან განტოლებების. და ახლა ესეთი კითხვა მიჩნდება. რა არის წერტილი ან არსებობს თუ არა ისეთი წერტილი x და y კოორდინატთა ისეთი წყვილი, რომელიც ამ განტოლებისთვისაც იქნება ამონახსნი და ამ განტოლებისთვისაც იქნება ამონახსნი. მე თავიდან რა ვთქვი, რომ ეს გრაფიკი, ეს i-სფერი თუ მოვარდისფრო გრაფიკი წარმოადგენს პირველი განტოლების ამონახსნთა სიმრავლეს. ყველა წერტილი, რომელიც არის ამ გრაფიკზე, არის პირველი განტოლების ამონახსნთა სიმრავლე. და მეორე გრაფიკი არის ანალოგიურად მეორე განტოლების ამონახსნთა სიმრავლე. ახლა მაინტერესებს არის თუ არა ეგეთი წერტილი, რომელიც ორივეს ეკუთვნის. და ეს წერტილი ნამდვილად არსებობს და იქნება მათი გადაკვეთა. ანუ წერტილი, სადაც ორივე გრაფიკი იკვეთება, იქნება ორივე განტოლებისთვის დამაკმაყოფილებელი ამონახსნი. რატომ? იმიტომ რომ ერთ გრაფიკზეც არის ეს წერტილი და მეორე გრაფიკზეც არის. იკვეთებიან ხო ამ წერტილს, ესე იგი ორივე გრაფიკზეა. ამიტომ გამოდის რომ აი ეს წერტილი და მიწერია კიდეც აი აქ წერტილი 0-3 აკმაყოფილებს ორივე განტოლებას. და ზოგადად აი ამას ეწოდება განტოლებათა სისტემა. მაქვს განტოლებათა სისტემა, სადაც ერთი განტოლება არის y ტოლია x + 3 და მეორე ტოლია -x + 3. და აი ორი განტოლების ამონახსნი, ორივეს რომ აკმაყოფილებდეს ეგეთი წერტილია, ნუ არის 0 და 3. 0 და 3. აი ეს არის გრაფიკულად ამოხსნა განტოლებათა სისტემის. მოდი კიდევ ერთი ესეთი გავაკეთოთ, კიდევ ერთი სისტემა ამოხსნათ გრაფიკულად. ვთქვათ, ამჯერად მოცემული გვაქვს ესეთი განტოლებები. პირველი იყოს y ტოლია 3x - 6 და მეორე ტოლია ვთქვათ y ტოლია -x + 6. მეორე არის -x + 6. ახლა შევხედოთ
აი ამ გრაფიკების, უბრალოდ ამ განტოლებების გრაფიკი როგორ იქნება. ნუ ისე და ისე დამჭირდება რომ რაღაც წერტილები მოვძებნო, ხო? მაგალითად, ერთი მარტივი მოსაძებნი რაც არის, როცა x-ი 0-ია, რა ხდება? ანუ y-ს რა მოსდის? პირველ შემთხვევაში, როცა x-ი 0-ია, y გამოდის -6, ხო? ამიტომ უნდა გადავთვალოთ, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5 და 6 ქვემოთ. აი, აქ არის y. ნუ დაახლოებით, ზუსტი ნახაზი არ არის, იმიტომ რომ ხელითაა დახაზული. შემდეგ, როცა მეორე განტოლებაშია x-ი 0, y გამოდის პირიქით, დადებითი 6, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5 და 6. აი აქ. კარგი. ეს არის თითოეული გრაფიკის ის შემთხვევა, როცა x-ი არის 0. ეხლა რომ ავაგო გრაფიკები, საჭირო არის მეორე წერტილიც ვიპოვო თითოეულისთვის, ხო? მაგალითად, ავდგები და ვიპოვი წერტილს, როცა y-ია 0, მაშინ რა ხდება და მოდი დავწერ კიდეც ამას. აქ როცა y არის 0, y როცა არის 0, მაშინ 3x-ი გამოდის 6-ის ტოლი და x-ი გამოდის 2. ესე იგი გამოდის, რომ აი ამ ზედა გრაფიკის მეორე წერტილი არის x-ი ტოლია 2-ის. ამიტომ აი აქ გადაეკვეთება ეს გრაფიკი, ესე გაგრძელდება. და ქვემოთაც რაც შეეხება, როცა ქვემოთ y არის 0, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ 0 უდრის -x + 6, x-ი ტოლი გამოდის 6-ის. ესე იგი ამ გრაფიკისთვის მეორე წერტილი არის 2, 3, 4, 5 და 6, x ტოლი 6-ის. ესე იგი ახლა შემიძლია ორივე გრაფიკი ავაგო. ეს იქნება დაახლოებით აი ესეთი. ზუსტად ვერ ვაგებ სამწუხაროდ. აი ასე დაახლოებით და ზემოთაც გაგრძელდება ცხადია, იმიტომ რომ წრფეა. და მეორე გრაფიკი იქნება აი ასეთი. აი ასეთი. და ეს ორივე გრაფიკი რაღაც წერტილში გადაიკვეთება ერთმანეთთან. ეხლა მე ვეცდები რაც შეიძლება ნუ უბრალოდ იმედი მექნება რომ ზუსტად გადაიკვეთა იქ, მაგრამ შეიძლება ეგრე არ მოხდეს. მოდი მიახლოებით შევაფასოთ სად გადაიკვეთნენ. ესე იგი 1, 2 და 3 არის ყველაზე ახლოს ამ წერტილთან, სადაც გადაიკვეთნენ და y ღერძზეც 3 არის ყველაზე ახლოს. ესე იგი ეს წერტილი გამოგვივიდა 3, 3. ხა მოდი ვნახოთ რამდენად კარგად შევაფასეთ გრაფიკულად ამათი ამონახსნი. ანუ ავდგეთ და შევამოწმოთ წერტილი 3, 3 ორივე განტოლებისთვის წარმოადგენს თუ არა ამონახსნს. ამიტომ მოდი ჩავსვათ ჯერ პირველ ადგილას. ესე იგი 3, 3 რას მეუბნება რომ როცა y არის 3, x-იც უნდა უდრიდესო 3-ს. ანუ 3 გამრავლებული 3-ზე -6. ეს რა არის? ეს არის 9 - 6 და მართლაც 9 - 6 უდრის 3-ს. ესე იგი პირველ განტოლებას მართლაც 3, 3 აკმაყოფილებს. ახლა მეორე ნახოთ. მეორე განტოლებაში როცა y უდრის 3-ს, ეს იგივე რაც -3-ს დამატებული 6 და მართლაც -3-ს რომ დავუმატო 6 მივიღებ 3-ს. ესე იგი გამოგვივიდა რომ ეს განტოლებათა სისტემაც ჩვენი უნდა გამოიხსნა აი ამ გრაფიკული მეთოდით. უბრალოდ გადავკვეთა ვიპოვეთ ორი წრფის, იმ წრფების, რომლებიც წარმოადგენდნენ ამ განტოლებების გრაფიკებს. ცხადია, მრავალი სხვა გზაც არსებობს იმისთვის, რომ განტოლებათა სისტემა ამოხსნათ და მომავალ ვიდეოებში ამ გზებსაც გავარჩევთ.